მოგესალმებით, ეს Tech Informia გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები, გიორგი თოლორდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. Honda ელექტრომობილებს აღარ გამოუშვებს იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა. ეს საკმაოდ რთული და მძიმე გადაწყვეტილება უკვე მიიღო ოფიციალურად და ინვესტორებსაც გააცნო იგი. ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ უკვე დადასტურებული ამბავია ის, რომ Honda Zero არ გამოვა, არც SUV-ის, არც სედანის და არც Acura RSX-ის ფორმატში, ანუ იმ გასაოცარ კონცეპტ ავტომობილს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე წლის წინ, აი ამ სილამაზეს გასაოცარ არა, ბაისიკიდან გადმოტანილი. არ ვიცი, საერთოდ რანაირად დახატეს ვერ ვხვდები. მე პირადად მაგონებს რაღაც ეს უარესია კიდე. ცუდი ხარისხის გეიმინგ მაუს მაგონებს მეტი არ აქვს. აი ეს უნდა იყიდა წარმოდგენა არ აქვს. მოკლედ, ამას აღარ გამოუშვებენ, დიდი გულდასაწყვეტი ამბავი ეს Honda-s ფანებისათვის არ უნდა იყოს, მაგრამ Honda-s ინვესტორებისათვის არის, რადგანაც აი ამ რაღაცის დახატვაში და მისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში კომპანიამ საკმაოდ დიდი ინვესტიციები გაიღო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში და ეს ინვესტიციები დღეისათვის არის წყალში ჩაყრილი, რადგანაც ავტომობილი არ გამოვა. ტალღას აყვნენ და ასრიალდნენ კიდეც. კი, ზუსტად ეს ის ტალღა იყო, რომლის ფარგლებშიც ყველა ევროპულმა, აზიურმა, ამერიკულმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ ელექტრომობილების მწარმოებლები, იქ Mercedes-მა EQ ხაზი გამოუშვა, რომელიც ასევე გაუქმებულია, რა ვიცი, Jaguar-ი საერთოდ ელექტრომობილების ბრენდი გახდა, რომელსაც დღეს ბაზარზე ერთი ავტომობილიც კი არ აყავს გაყიდვაში და ასევე Honda-ც აყვა თავის დროზე იმ ტენდენციას, მაგრამ Honda-მ ცოტა რიყოზე ჭკუა იხმარა და მინიმუმ არ თქვა ის, რომ აღარ გამოუშვებდა შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს, რადგანაც მივხვდნენ, რომ ფულს ეგწერს ელექტრომობილებში ფული უბრალოდ არ არის და ამას განაპირობებს ორი მარტივი მიზეზი რეალურად. პირველი ის არის, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა არის იმდენად დაბალი, რომ ამ ბაზარზე არათუ შესვლას აქვს აზრი, არამედ დარჩენასაც კი აღარ აქვს უკვე აზრი და მეორე მიზეზი ის არის, რომ რა მოთხოვნაც არის, პრინციპში ექსკლუზიურად არის მხოლოდ ჩინეთში და ჩინეთში შეხვიდე იმპორტული საქონლი და აჯობო ჩინურ ავტომწარმოებელს ეს უბრალოდ ფანტასტიკის სფეროა, ამას ვერც Honda იზამს და ვერც სხვა ნებისმიერი ბრენდი, ერთადერთი კომპანია, რომელსაც ეს თეორიულად შეიძლება გამოვიდეს, არის მხოლოდ და მხოლოდ Tesla, რადგანაც Tesla-ს აქვს რაღაც ისეთი, რაც არ აქვს სხვა ჩინურ მწარმოებლებს, ეს არის მათი, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი, ავტოპილოტი და სხვა ის ფუნქციონალი, რაც ზოგადად Tesla-სთან როგორც ელექტროინდუსტრიის პიონერთან არის დაკავშირებული. სახელი და ბრენდიც, ხო, სახელი და ბრენდი, Elon Musk ასოცირდება ადამიანებისთვის რაღაც დიდებულთან, დიდრულთან, ინოვაციასთან და რაღაც განსხვავებულთან. ნუ ეხლა Honda რო შევა, რატო უნდა იყიდოს არანაირი მიზეზი ამისი არ არსებობს, რომ იყიდო Honda-s ელექტრომობილი. კი. აქვე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იწვევს ზარალს, რადგანაც ის ფული რაც ჩაიდო ამ პროგრამის განვითარებაში არის უბრალოდ გაფლანგული, შესაბამისად, როდესაც 2026 წლის ფინანსური ანგარიში დაიხურება, მაშინ უკვე კომპანია პროგნოზირებს, რომ სავარაუდოდ იქნება ზარალი და ეს ზარალი იქნება ლამის 16 მილიარდი დოლარი. ბოლო 70 წელიწადია Honda ზარალზე არ გასულა, მაგრამ აი ამ სილამაზის გამო ის წელს გავა ოფიციალურად უკვე ზარალზე და ეს იქნება არა უბრალოდ ზარალი, არამედ კომპანიის ისტორიაში ყველაზე ცუდი ფისკალური წელიწადი, რადგანაც აი ამ პროექტში იმდენი ფული დაიხარჯა, რომ ამ ფულიდან 1 დოლარის ამოღებაც კი ამ ეტაპზე არის უბრალოდ შეუძლებელი. აქვე კომპანიის მენეჯმენტმა, მათ შორის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკეტინგის ხელმძღვანელმა, განვითარების დირექტორმა, ყველამ აბსოლუტურად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხელფასები შეიმცირონ 20-30%-ით, მათ შორის დირექტორი, როგორც ვიცით, 2-3 წლის განმავლობაში, სანამ აი ეს ზარალი არ დაკომპენსირდება, ბონუსსაც კი აღარ აიღებს, იმდენად სერიოზულად ეკიდებიან ისინი ამ საკითხს, მაგრამ ეს არ უნდა გავუკვირდეთ. Honda არის იაპონური კომპანია, იაპონიაში პასუხისმგებლობის და ღირსების ისეთი აღქმა და ცნება აქვს, რასაც დასავლეთში კიდევ დიდი ხანი ვერ გავიგებთ, მაგრამ იაპონიაში ეს ყველაფერი ესმის და იქ შეცდომებს აღიარებენ დასავლური კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად შეცდომების რაღაცნაირად გადაბრალებას ცდილობენ ყველაზე და ყველაფერზე გარდა საკუთარ თავის. არა, იაპონიაში შეცდომებს აღიარებენ და ამბობენ, რომ მათი გათვლა ელექტრომობილების მიმართულებით იყო არასწორი. ნუ ყველანაირი ლოგიკა არის ელექტრომობილების წინააღმდეგ და ამიტომაც Honda-შიც ხვდებიან, რომ რაღაცა ესეთი იმედით ცხოვრებით კომპანია მოგებაზე ვერ გავა და აი ამ ექსპერიმენტს უნდა დაესვას წერტილი და საბედნიეროდ Honda Zero-s თვალით ვერასოდეს ვიხილავთ და ის ტრავმა რაც უნდა მიგვეღო ამ სილამაზის ნახვით აქ ვწდება. ხელოვნური ინტელექტი მიადგა ინფლუენსერებს
განსხვავებით იმ პერიოდისაგან, როცა ვშიშობდით მხოლოდ იმაზე, რომ შეიძლებოდა არ ვიცი, ფინანსისტებისთვის შეექმნა პრობლემა, შეიძლება პრობლემა შეექმნა ელემენტარულად კოდების დამწერებისთვის, დადგა ის დრო, როცა საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საქმესაც მიადგა ძალიან ლოგიკურად დროის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ხედავდით AI-ის ინტეგრირებას უკვე ისეთ დონეზე, როცა ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ ელემენტარულად საკუთარი ვიზუალური ნაკლის დასაფარადის, ყველა ის ეფექტი, რომელსაც იყენებდნენ, რაღაც კავშირში ყოველთვის იყო ხელოვნურ ინტელექტთან, ვიდეოები, რომლებიც მუშავდებოდა, იყო კავშირში ხელოვნურ ინტელექტთან, იღებდნენ საკმაოდ კარგ ვიზუალებს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთხელ თუ შეეხები AI-ს და მან მიიღო შენზე წვდომა, შემდეგ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენი ინფორმაციის დახმარებით თვითონაც სრულყოფილი გახდეს, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დრო დადგა. ცხადია, აი ესე კონკრეტულად რაღაც აპლიკაცია არ შეგვიძლია დავასახელოთ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჩნდა შესაძლებლობა იმ საკმაოდ განვითარებული ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახმარებით და ვიდეო გენერატორების დახმარებით, რომლებიც ბაზარზე არის წარმოდგენილი, რომ შეიქმნას ინფლუენსერის AI ვერსია, რომელიც 24/7-ზე იმუშავებს, რომელსაც შეიძლება რომ ყველაფერი ის გაიმეოროს, რასაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანები იმეორებენ, ისაუბროს, არ ვიცი, ყველაფერზე, რაც მიმოიხილოს და ყველაფერს ექსპერტი იყოს ამავდროულად. ხო, რაც თანაც ლოკაციის შეზღუდვა არ არის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგანაც, ეხლა საქართველოში კიდევ ბაზარი არ არის მხოლოდ, მაგრამ მაგალითად უცხოეთზე რომ გადავინაცვლოთ, უცხოელ ინფლუენსერებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა შეზღუდვა არის ხშირად ლოკაცია. რადგანაც, ერთი ინფლუენსერი თუ ცხოვრობს მაიამიში, ის ამავდროულად იმ წუთას ტოკიოში ვერ იქნება და შეიძლება დაკვეთა ტოკიოდან იყოს, მაგრამ AI ავატარი ამას ნებისმიერ წერტილში 24/7-ზე აკეთებს და თან მას არ აქვს არანაირი არც დაღლი შეგრძნება, არც იმის ასე ვთქვათ, პრეტენზია, რომ რაღაც პროდუქტის მიმოხილვა არ გამოუვა, არ იცის, თუ გინდათ ავიაგამანადგურებელსაც მიმოიხილავს AI ინფლუენსერი, ბირთვულ წყალქვეშა ნავსას და შემდეგ სახის მოვლის კრემსაც. ყველაფერი შეუძლია, რასაც დაავალებს. ყოველ შემთხვევისთვის საკმაოდ საინტერესო არის ის, რომ ფაქტობრივ შედეგებს ხედავთ უკვე თუ შევავთ მაგალითად Instagram-ზე, TikTok-ზე, აღარაფერს ვთქვი, TikTok-ი დაპყრობილი არ ყვები ხალია. დაპყრობილი არ ყვება. ხო, მაგრამ Instagram-ზეც რომ გამოჩნდნენ, ეს ცალკე საკითხია. ეხლა ცოტა აქეთაც შევხედოთ საკითხს, რომ ისინი რომ რეალურები არ არიან, ეს არის რაღაც თვალსაზრისით ყველაზე დიდი უპირატესობა რეალური ინფლუენსერებისთვის, იმიტომ რომ მათ თან კომუნიკაცია არის ის უპირატესობა, რაც ადამიანებს უნდათ რომ ჰქონდეთ. თუნდაც ქართველი ინფლუენსერები გავიხსენოთ კონკრეტული სახლებისა და გვარების ჩამოთვლის გარეშე. აი ის შეგრძნება, რაც ადამიანებს აქვს მათთან საუბრისთან, მათთან მიმოწერისას, მათთან თუნდაც შეხვედრისას ქუჩაში იქნება თუ არ ვიცი, ნებისმიერ სხვა სივრცეში, ეს შეგრძნება ცხადია ხელოვნური ინტელექტისაგან ვერანაირად ვერ იქნება მოწოდებული, მაგრამ თუ საუბრობთ ზოგად ბაზარზე, რომელსაც შეიძლება აინტერესებდეს უბრალოდ რაღაც კონტენტის განხილვა და არ სჭირდებოდეს მაინც და მაინც იმ ადამიანის გაცნობა, არ სჭირდებოდეს პირობითად თანხის გადახდა, AI ინფლუენსერები ამ კუთხით იქნებიან იდეალურები და ეს ძალიან გამოადგებათ მათ შორის იმ ბრენდებს, რომლებიც ყიდიან თავის პროდუქციას და რაც დრო გადის კოლოსალურად იზრდება ინფლუენსერების მხრიდან იმ თანხის მოცულობა, რასაც ითხოვენ ამ შემთხვევაში ამ დარეკლამებაში და რატომაც არა AI ინფლუენსერი რომ იყოს მათთან კავშირში, რაღაც ეტაპზე თვითონ შექმნიან, გაასაღებენ როგორც სრულიად უცხო ადამიანს, რომელმაც არ იცის პირობითად ადამიანად ამ ხელოვნურ ინტელექტს და თავის მიზანს მიაღწევინებენ. თუ საუბრობთ იმაზე, რომ ინფლუენსერის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება და პირდაპირ ინგლისური ტერმინით რო მოვიშველოთ, პირდაპირ ქართულად რო გადმოვთარგმნოთ, გავლენა საზოგადოებაზე რომ ჰქონდეს, ამაზე ნამდვილად შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ ის იქნება სრულიად რეალისტური ვიზუალურად, ის იქნება მაქსიმალურად ავთენტური კომუნიკაციისას არ შეეშლება სიტყვები, არ დაეტყობა ის რომ ხელოვნურია და შესაბამისად ეს გაზრდის მასზე ინტერესს. ნუ ახლა სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელი ყავს ამ შემთხვევაში Instagram-საც, TikTok-საც, Facebook, ყველა ამ სოციალურ პლატფორმას შეიძლება ვიღაცას აინტერესებდეს უბრალოდ ადამიანი როგორ იკეთებს მეიქაპს, ან ვიღაცას აინტერესებდეს პირობითად კარგი გარეგნობის ადამიანი, ხო, ქალი იქნება, კაცი იქნება და შესაბამისად ამ ხრივ მე მგონი ყველაზე დიდ ზარალზე ვინც სწავლენ იქნებიან ალბათ სპორტული დარბაზები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ან პირიქით ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს აქ
შემოგედავები, რადგანაც ამდენი უკიდურესად ლამაზი AI მოდელის თუ AI ინფლუენსერის ნახვის შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, რომ შენც იყო კარგ ფორმაში და მიაშურო სწორედ ეგ ისე არ გიჩნდება სურვილი, როცა უყურებ. შეიძლება უფრო მეტად არის ჩემში მაგალითად ეგეთ რეაქციას იწვევს, რომ როდესაც ხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან კარგ ფორმაში, იქნება ეს ფილმში თუ TikTok-ზე თუ Instagram-ზე თუ Facebook-ში, მე პირადად ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაო და რაღაც პროგრესი მქონდეს იმ მიმართულებით. ეს არ ვიცი ხა ყველას ესეთი რეაქცია ექნება თუ არა. ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ამან შეიძლება ორი რისკი წარმოშოს ბაზარზე. ნუ ინფლუენსერები რომ სამსახურებს აკარგავენ, ეს უკვე ძველი ამბავია. ახალ ამბებზეც ვისაუბროთ. პირველი ის არის, რომ იმიტომ რომ ეს არის AI თავისი არსი და მას არ აქვს პასუხისმგებლობა არანაირი და თან ლეგალურად და ძალიან რთულია AI-ს მოედავა რომ ცუდი რჩევა მოგცა, ამ AI მოდელებს შეუძლიათ თავიანთი ნები თუ ნების საწინააღმდეგოდ გააკეთონ ისეთი პროდუქტის რეკლამა, რაც შეიძლება თეორიულად იყოს ან მინიმუმ არაფრის მომტანი, მაგალითად მის დამაგრძელებელი გელი ან სახის გამალამაზებელი კრემი, რომელსაც ეფექტი არ ექნება, ან შეიძლება გაუწიონ რეკლამა ისეთ პროდუქტებს, რომელთა გამოყენება ჯანმრთელობისთვის არის საზიანო. შეიძლება იყოს, არ ვიცი, წონაში კლების რაღაც პრეპარატი, რომელიც უბრალოდ გატესტილი არ არის და შეიძლება საზიანოც არის იმ წონაში კლებისათვის. ასევე მათ შეიძლება რეკლამა გაუწიონ თაღლითურ სქემებს თუ AI deepfake-ებთან გვაქვს საქმე და გვინახავს ჩვენ Elon Musk-ის ვიდეოები გვინახავს, სადაც მასკი საუბრობს ქართულ ცნობილი ქართველი სახეების საკმაოდ ხარისხიანი. ჯერ ის ზონე არ არის და ვერ გაარჩიო ჯერ არ. მე ნამდვილად არ მიჭირს, მაგრამ ყოფილონ ჩემი ოჯახის წარმომადგენლები, რომლებსაც უგითხავთ, ეს ნამდვილია თუ მინიმუმ ეჭვი შეუტანიათ. კი, რა თქმა უნდა. ნუ ეს 5 წელიწადში აღარ იქნება, 5 წელიწადში ვერავინ გაარჩევს. 5 წელიწადში მე მგონი ძალიან 5 წელიწადში ყველაზე ნეგატიურ სცენარს ვამბობ, როდესაც გარჩევა იქნება შეუძლებელი, მაგრამ უკვე მაგალითად ინგლისურ ენაზე იმდენად ჰიპერრეალისტური, ასე ვთქვათ, deepfake-ები ხდება, რომ ძალიან რთულია მან მიხვდე ეს რჩევა, რომელიც მაგალითად ბაფეტი ამბობს, ნამდვილად თქვა ბაფეტმა თუ AI fake ვერსია ამბობს ბაფეტისა, რომ აი ამ კონკრეტულ პროექტში უნდა ჩაიგდოს ინვესტიცია. აქ ძალიან კონკრეტული ზარალი შეიძლება მიადგეს ადამიანებს, რადგანაც ბაფეტს ვენდობით, როგორც წესი, მაგრამ ეს AI fake ბაფეტი თუ მირჩევს კონკრეტულ კომპანიაში ინვესტიციის ჩადებას, შეიძლება შეცდომაში შევიდე. მაგრამ ყველაზე საცუდაობა მარტივად რომ ვთქვათ, ის არის, რომ ვერც ვერ მიედავები. იმიტომ რომ ბაფეტთან ვერ მიხვალ, რა ვქნა ახლა. მე რომ კარგი ინვესტორის სახელი მაქვს, ეს ჩემი AI-ის ბრალი ხო არ არის? ან ჩემი ბრალი ხო არ არის? კარგად ვიმუშავე, კარგად ჩავდე ინვესტიციები, ამიტომ მაქვს კარგი რეპუტაცია. AI-ს ვერ დაადანაშაულებ, იმიტომ რომ, ნუ, დაადანაშაულებ ცხადია, მაგრამ ვის უჩივლებ ეს არის აქ. და პოლიტიკოსებთანაც, ანუ შეიძლება ხვალ ნახოთ, არ ვიცი, ტრამპის ვიდეო, სადაც ტრამპი ამბობს ისეთ რაღაცას, რაც ტრამპს არ უთქვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მინიმუმ პანიკა. და მაქსიმუმ არ ვიცი რაღაც პასუხი სხვა ქვეყნების მხრიდან. ამისი შანსი არის ნამდვილად, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტ ტრამპი თავად აზიარებს AI ვიდეოებს საკუთარ გვერდზე. მაგრამ ყოველთვის ეთყობა პრეზიდენტის ვიდეოებს. კი, რა თქმა უნდა ეთყობა. და ყოველთვის არის მიწერილი, რომ ეს AI კონტენტია. და ერთი დეტალი ჩემი აზრით ეს აუცილებლად მოხდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიეცემა ოფიციალურ გვერდებს, ოფიციალურ ტელეარხებს, ვერიფიცირებულ გვერდებს. ეხლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ვორენ ბაფეტი მაგალითად რასაც დაწერს ოფიციალურ გვერდზე, ან ის ინტერვიუ, რომელიც ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდება, ის იქნება რეალური. მორჩა. იმის იქით, ნუ ცხადია, სხვას ვერაფერს ვეღარ ვიზავ თუ გამოქვეყნებენ. ბოლოს ვერიფიკაციის იმედად რჩებით AI-სთან ბრძოლაში, რაც მაგრამ ეს არ არის გასაგები. ცოტა არ იყოს და ისე ასიმეტრიულ ბრძოლაში აღმოჩნდით, უბრალოდ მთელი ასიმეტრია და ძალაუფლება გადავიდა AI-ს ხარეს, რაც აქამდე ესე მარტივად რომ მოვიდოდა ეს დრო არ გვეგონა, მაგრამ მოვიდა უკვე, შეგიძლიათ TikTok-ი აიღოთ, Instagram-ი აიღოთ, გასკროლ და ნახავთ 1-2 ინფლუენსერს, როგორ შემოგთავაზებენ უკტავების წამლებს, ახალ ტანსაცმლებს და ასევე სახის მოვლის საშუალებებს, რომელთა ნაწილი უბრალოდ არ მუშაობს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ რეორგანიზაციაზე გეგმავს და თანამშრომლების 20%-ის გათავისუფლებას. 20% რიცხვებში ნიშნავს დაახლოებით 16,000 თანამშრომელს და თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ Meta-ში ჩვეულებრივი თანამშრომლები არ არიან. Meta არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური მუშახელის დამსაქმებელი, საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიონალები არიან ისინი, მათი ლამის 90% არის IT ინდუსტრიის წარმოადგენელი და IT ინდუსტრია არის პრინციპში ის პირველი ინდუსტრია და სექტორი, რომელიც შეეწირა AI რევოლუციას. შეგვიძლია უკვე ამისი თქმა, რადგანაც ყოველდღე მხოლოდ ვიღებ სიაღლეებს, რომ AI-ს გამო X კომპანია აპირებს X რაოდენობა
IT სპეციალისტების გაშვებას. მე ძალიან დიდი ხანის მოუწია მეტას მოცდა იმ. ხო, გარკვეულწილად Amazon-მა ნახევარზე გახსნა და Amazon-მა პირდაპირ თქვა, რომ 90%-ს გავუშვებთ, როგორ გვაცადეთ და მეტა შედარებით კონსერვატიული იყო, მაგრამ ბოლოს უკვე მაინც ეკონომიკურად მოუწია. Zuckerberg-საც ამოვიდა ყელში. ხო, Zuckerberg-საც ამოვიდა ყელში და თან ინვესტორები ითხოვენ. ინვესტორები ითხოვენ, რომ ხარჯები დაიზოგოს და კომპანიას ჰქონდეს უფრო მაღალი მოგების მარჟა. ყველა ინვესტორს მხოლოდ ეს უნდა და ხშირად არა, უმეტესწილად ინვესტორის და დასაქმებულის ინტერესები არის ურთიერთ საწინააღმდეგო. მithumetes როცა ძალიან დიდია გეგმები. როცა ძალიან ბევრი ჩადებას გეგმავ და ისევ ინარჩუნებ ამდენ თანამშრომლებს, რომელთა დიდი ნაწილიც აღარ არის რეალურად საჭირო, არ არის უკვე აღარ გამოდის და ეს გეგმებია ერთ-ერთი მთავარი გამართლება, რატომაც მე აპირებს თანამშრომლების ძალიან დიდ ნაწილის გაშვებას. მათი თქმით 2028 წლამდე კომპანია აპირებს 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას დეიტა ცენტრებში, AI ინფრასტრუქტურაში და თავად AI მოწყობილობებში. ეს 600 მილიარდი რა თქმა უნდა დაიზოგოს სხვადასხვა გზებით. საუკეთესო გზა არის ამ შემთხვევაში უკიდურესად მაღალ კვალიფიციური და მაღალ შემოსავლიანი თანამშრომლების გათავისუფლება, რაც კომპანიას ამ თავისუფალ რესურსებს მისცემს. აქვე ჩნდება შეკითხვა, რა თქმა უნდა, საქმეს ვინ გააკეთებს თუ 20% სახლში გაუშვებო და პასუხი აქვს. Zuckerberg-ს მისი აზრით საქმეს სრულად გააკეთებს AI. ხელოვნური ინტელექტის აგენტები, ისინი უკვე ასრულებენ საქმის დიდ ნაწილს მეტაში და აქვე Zuckerberg-ი იმასაც ამბობს, რომ თუ კი 2-3-4 წლის წინ რაღაც პროექტის განხორციელებას უნდა ჯგუფი დეველოპერებისა, რომლებიც მაგალითად 3 თვის განმავლობაში იმუშავებდნენ და ამ ასე ვთქვათ, პროექტში მეტას მოუწევდა რაღაც X თანხის გამოყოფა, დღეს უკვე იგივე საქმეს ზუსტად აკეთებს ერთი ნიჭიერი დეველოპერი თავისი AI აგენტების დახმარებით და თან იგივე საქმეს, გარდა იმისა, რომ ერთი კაცი ასრულებს ის ამ საქმეს რაღაც ერთ კვირაში უკვე და უფრო მაღალი ხარისხით. ხარისხი მაღალია, ფასი დაბალია, დრო ნაკლებია. რაც ეკონომიკურად უკვე შეუძლებელი არგუმენტია, რომ მას გაუწიო წინააღმდეგობა და ამიტომაც მეტა უკვე გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ სავარაუდოდ შემცირება არ იქნება ბოლო 2-3 წელიწადში კიდევ გავიგებთ ასეთ რამეს, იქამდე სანამ უკვე თანამშრომლების 90% არ იქნება გათავისუფლებული და მეტა არ იქცევა გარკვეულწილად სრულად AI კომპანიად, რომელსაც ეყოლება რაღაც მენეჯერთა საბჭო, დირექტორთა საბჭო, Zuckerberg-ი, რომლებიც უბრალოდ ხედვას მისცემენ, ასე ვთქვათ, მენეჯერები შემდეგ უკვე ტექნიკურ დავალებებს გადაულოცავენ ქვედარგოლის მენეჯერებს, ხოლო ისინი საბოლოო ჯამში საქმეს გააკეთებინებენ AI მოდელებს. ამ შემთხვევაში AI მოდელები შეასრულებენ სამუშაო ძალის ფუნქციას. მართალია ისინი კომპანიის განვითარებაზე დიდად ვერ და არ იზრუნებენ, თუმცა საქმე თუ არის გასაკეთებელი, საქმეს გააკეთებენ ისინი მარტივად. იგივე რაც უნდა Amazon-ს, იგივე რაც უნდა Microsoft-ს და იგივე რაც უნდა აბსოლუტურად ყველა კომპანიას, რომელიც არის მოგების მიღებაზე ორიენტირებული. დღეს უკვე ბაზარზე მოგების მიღება ხდება AI აგენტების გამოყენებით, რაც უკვე რეალობაა, ამის უარყოფას აზრი არ აქვს და ამ თანამშრომლებს, რომელთაც ახლა მეტას დატოვება უწევთ, ალბათ სამუშაოს პოვნა არ გაუჭირდებათ, ახლა მეტაში ნამუშევარ პროფესიონალი წესით ყველას უნდა, მაგრამ ეტაპობრივად უკვე ადამიანებსაც მოუწევთ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგანაც ეს ინდუსტრია, რაც არის IT development-ის ინდუსტრია, უკვე ფაქტია, რომ სრულად ეწირება ამ AI რევოლუციას. ეს ერთი და ბოლოშიც აუცილებლად თქვა და ეს არის კიდევ ერთი მინიშნება იმაზე, რომ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში პრიორიტეტი ენიჭება იმას, ვინც იცის ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა. თუ შენ ხელოვნურ ინტელექტს კარგად მოერგები, იმის ალბათობა, რომ სამსახური დაკარგო, მუდმივად უკან და უკან იწევს, მაგრამ თუ მიყვები დინებას და არ ერგები თანამედროვე საჭიროებებს, მოგიწევს იმბედის გაზიარება, რაც მოუწიათ მეტას თანამშრომლების 20%-ს. მეხსიერების, ბარათებისა და ჩიპების ბაზარზე სერიოზული დეფიციტია შექმნილი და ეს არ ახალი ამბავია იმ განსაკუთრებით დაინტერესებული ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული მაყურებლისთვის, რომელმაც კარგად იცის, რომ მსოფლიოში ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ისე გაზარდა მოთხოვნა ამ პროდუქტზე, რომ აღარავის აღარ ახსოვს ელემენტარულად კომპიუტერისთვის განკუთვნილი რამები, ყველა ცდილობს, რომ შექმნას რამები იმისთვის, რომ შემდეგ ისინი გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის და ასეთი სწრაფი ტემპი რომ დაგვიდგა, სრულიად ლოგიკურად ამან გამოიწვია დეფიციტი, რომელზეც არათუ თუ ადრე ძალიან შეფარულად იტყო და 2-20 სიტყვას ის ძირითადი გამომშვები კომპანია, მაგალითად Samsung-ი, ან SK Hynix-ი, კორეულები, ან ტაივანში Micron-ი. თუ ეხლა უკვე ყველა საჯაროდ ლაპარაკობს.
განგაში აქვს გამოცხადებული ყველას და პირიქით აქეთ მოუწოდებენ კომპანიებს რომ ცოტა ხანი მოგვეცით საშუალება რომ მომისვნოთ ან ინვესტიცია ჩაგვიდეთ იმ ხელა რომ პარალელურად გავხსნათ ახალი ობიექტები, ოღონდ ესეც როდის გაიხსნება და როდის იქნება მზად. ერთ დღეში შეუძლებელია და თან აქ ის უნდა ვთქვათ რომ დღეს ფინანსურად აი Samsung-ისთვის ან Micron-ისთვის ან თუნდაც TSMC-ისთვის არანაირი აზრი არ აქვს ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის RAM-ის ან მეხსიერების ბარათის წარმოებას. უბრალოდ რენტაბელური აღარ არის ეს ბიზნესი. ხანდახან ხდება სტატიები მასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ ამ კომპანიებმა შეიძლება ერთ დღეს თქვა, რომ გავედით ამ ბაზრიდან და მხოლოდ AI დატა ცენტრების მომარაგებაზე გადავიდეთ. უბრალოდ მომხმარებელი აღარ ეყოლება ხელოვნური ინტელექტის მიერ განვითარებულ პროდუქტს, ზუსტად და მანდ მივართ. მალევე ჩაიხსნებოდა. RAM-ი თუ არ მიყენია კომპიუტერში, რით უნდა მოახერხო. მანდ მივართ, რომ აი მალე შეიძლება იმდენად დიდი რესურსი წავიდეს AI-ის მიმართულებით, რომ ტელეფონები ვეღარ ვიყიდოთ. რაღაც ნორმალური RAM-ის მოცულობით, ლეპტოპებზე საუბარი ზედმეტია და გეიმინგ კომპიუტერები დაივიწყეთ. საერთოდ ეგ ჟანრი აღარ არსებობს უკვე. მოიცადეთ 2027 წლამდე მაშინ იყიდით ალბათ ნორმალურ კომპიუტერს. აი ესეთი მოცემულობა და თან Gartner-მა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ძალიან მაგარი კვლევა გამოაქვეყნა და მათი შეფასებით ძალიან მალე, აი სადღაც 2027 წლისთვის უკვე შეუძლებელი იქნება $500-მდე ფასის მქონე ნორმალური ბიუჯეტური ლეპტოპის ყიდვა. უბრალოდ შეუძლებელი იქნება, რადგანაც RAM-ის, SSD-ის და პროცესორის ღირებულება ჯამურად იქნება უფრო მაღალი ვიდრე $500 და შესაბამისად არ ვიცი, კლავიატურა, შასი და ეკრანი უფასოდ უნდა იყოს. მაშინ აი არ არსებული რამ არის და ასე დროს რომ Apple MacBook Neo-ს უშვებს სწორედ მაგ ფასად, Apple სტაში კიდევ ერთხელ მხოლოდ აი ამის გამო, რადგანაც Apple შეუძლია თუნდაც აი ამ ზარალს რომ ეს არ გაუკეთებია M-chipse. ხო, M-chipse არა. ტელეფონის მოდელი. ზუსტად აი იმიტომაც გააკეთა მან და თან 8 GB RAM-ი Neo-ში აი ამ მიზეზით არის, თორემ 16 ალბათ უნდათ, უბრალოდ არ გამოდის. დღევანდელი ფასებით ეგ არის. 600-ად ნამდვილად არ გამოდის. ხო, 600-ად არ გამოვა ეგ ამბავი. აქვე ეს პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ უკვე ვიცით, რომ Sony-მაც და Microsoft-მაც ახალი თაობის გეიმინგ კონსოლების გამოშვება გადადეს გაურკვეველი ვადით, აი 2028-29 პოტენციურად 30-იო, რადგანაც როგორც ვიცით, PlayStation-ი და Xbox-ი რომ დღეს გამოუშვან, იმდენად ძვირი ეღერება, რომ ვერავინ იყიდის. ან უბრალოდ ისეთი ფასი ექნება, რომ წარმოებასაც კი აზრი აღარ ექნება და შესაბამისად მთელი ინდუსტრია რაღაც ვარ მოლოდინში და ამ მოლოდინში ფასები არის გაზრდილი, რამდენი პროცენტი და როგორ არის გაზრდილი, შეგიძლია თავად გამართო. მადლობა ღმერთს, რომ ჯეტია 6-ზე მუშაობა დაიწყეს ამ კრიზისამდე, თორე აღარასდროს გამოვიდა და მეც გაეკეთებინათ ამ ფასებში. თუ ამ რეალობას გაითვალისწინები, იმასაც ამბობ, რომ 2028-ში, 29-ში ძლივს 2026 დასვეს საბოლოოდ წელიწადად და იქნება ახლა მაინც გამოვიდეს, სხვადასხვა 26 მაისი მოდის და გევნეულად შევხვდებით მაგ ამბავს, რომ არ გამოდის. და მათ შორის ალბათ ერთ-ერთი მიზეზიც არის ის, რომ როგორც გვახსოვს, რაღაც პერიოდში მიდიოდა მოლაპარაკებები, რომ GTA 6 და სხვა მომავალი AAA და შემდეგ სხვა მნიშვნელოვანი და ღირებული თამაშები გამოვიდოდა Sony 6-ზე. Sony 6-ზე როდის გამოვა? აღარ გამოვა. კაი ხარი. აღარ აქვს დეველოპმენტს ვერ გადადებ ამდენი წლით, უბრალოდ კომპანია გაკოტრდება ამ პროცესში, რადგანაც დეველოპერულ სტუდიას სჭირდება რა თქმა უნდა შემოსავლები. მოკლედ, დღევანდელი მოცემულობა არის ესეთი. RAM-ის, VRAM-ის და ზოგადად მეხსიერების ბარათების ღირებულება საშუალოდ მსოფლიო ბაზარზე არის გაზრდილი 300-400%. გააჩნია იქ სიჩქარეს, ბენდვიდს, გამტარიანობას, მოცულობას, მაგრამ აი ეგ არის საშუალო მაჩვენებელი და აი ამის ფონზე ბიუჯეტური ლეპტოპების ბაზარი უბრალოდ აღარ არსებობს. Gaming კომპიუტერების ბაზარზე ფასები ლამის ორმაგია უკვე და წარმოებლები გვეუბნებიან, რომ ეს კრიზისი გაგრძელდება მინიმუმ 2028 წლის ბოლომდე, ანუ 2029 წლამდე პოტენციურად ეს კრიზისი ვერ დასრულდება, რადგანაც შეკვეთები დეიტა ცენტრებს უკვე აღებული აქვთ, იმ შეკვეთების ჩასაბარებლად ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არსებობს და რაღაცნაირად ძალიან მაგონებს მე პირადად ეს ყველაფერი, აი პანდემიის პერიოდის დეფიციტს, როცა ყველაფერი გაძვირდა, წარმოება გაშერდა, სახლში დაჯდა ყველა და ყველამ დაიწყო გეიმინგი, სტრიმინგი და რაღაც სიგიჟეების კეთება და იმ დროს გვახსოვს PlayStation-ებს მაგალითად გადამყიდველები ერთმანეთში ყიდიდნენ 5 მაგ ფასად დაახლოებით, რადგან უბრალოდ არავის არ ქონდა PlayStation-ი. აი დაახლოებით იგივე რაღაცას ხედავთ, ეს ყველაფერი არის AI-ის დამსახურება. მადლობა უთხრათ AI მოდელებს, AI ინფლუენსერებს. მე ამდენიც არ არის საჭირო. ჩატბოტებს აღარ გვინდა ამდენი, შეგვეშვით ძალიან გთხოვთ კომპიუტერები გვაყიდინეთ. თამაში გვინდა. ხო, თამაში გვინდა და აღარ გვინდა ამდენი AI სლოპის ყურებელ, მაგრამ ნუ იძულებულები ვართ ვუყუროთ მას. აი ესეთი იყო დღევანდელი Tech Informe ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლოეს ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემებში გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.